მოგესალმებით, Zoom-ის დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებ Galaxy სერიის კიდევ ერთ ბიუჯეტურ მოდელზე, Galaxy Grand Neo Plus-ზე. ეს არის 2014 წლის მოდელი, რომელიც გამოვიდა 2014 წლის თებერვალში. იგი იწონის 173 გრამს, სისქეში არის 9.6 მმ. Smartphone-ის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია მისი ჩასართავ-გამოსართავი დინაკი, ქვედა მხარეს განთავსებული არის micro USB პორტი, ასევე მიკროფონის ჭრილი, მარცხენა მხარეს კი მოთავსებულია ხმის ასაწევ დასაწევი დინაკები. Smartphone-ის 3.5 მმ-იანი მაერთებელი მოთავსებულია მის ზედა მხარეს, აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურსასმენები, უკანა მხარე შემდეგნაირად გამოიყურება, აქ არის 5 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც არის ავტოფოკუსიანი კამერა და იღებს 720p ვიდეოს, მას ასევე აქვს LED განათება, დინამიკიც გვაქვს აქ, ასევე კომპანიის ლოგო, უკანა პანელის მოხსნა შეიძლება. მის შიგნით იმალება 2100 mAh-იანი ბატარეა, რომელიც ლითიუმ-იონის ტექნოლოგიაზეა დამზადებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი არის 2 სიმბარათიანი ვერსია. მისი ორივე სიმბარათი მოთავსებადი უკანა პანელის შიგნით, იგი მუშაობს მეორე და მესამე თაობის ქსელებზე. წინა მხარეს მოთავსებული გვაქვს 5-ინჩიანი ეკრანი, რომლის გაფართოება არის WVGA, იგი დამზადებულია TFT ტექნოლოგიით, აქ გამოყენებულია მეშვიდე თაობის TFT ტექნოლოგია, რომელიც IPS ტექნოლოგიაზე უფრო კარგ ფერებს გვაძლევს. ზედა მხარეს მოთავსებული გვაქვს ყურსასმენი, დინამიკი, ასევე სენსორები და წინა კამერა, რომელიც არის 2 მეგაპიქსელიანი, ქვედა მხარეს კი მოთავსებულია ეგრეთ წოდებული home ღილაკი, ასევე multitasking-ისა და უკან დაბრუნების ღილაკები, ესენი სენსორული არის. ამ smartphone-ში გამოყენებული არის TouchWiz საომხმარებლო გარემო, რომელსაც Samsung-ი გვთავაზობთ მისი Galaxy სერიის მოდელებში. ეს გარემო ინტეგრირებულია Android-ის 4.4.2 KitKat ვერსიასთან. Smartphone-ი არის საკმაოდ სწრაფი, ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ მის ტექნიკურ დეტალებს. იგი მუშაობს Cortex A7 პროცესორზე, რომლის სიჩქარეც არის 1.2 GHz. ეს არის 4-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბიუჯეტურ მოდელებში, ასევე ამ მოდელში გამოყენებულია Mali 400MP ვიდეო ბარათი, ასევე პოპულარული ბარათი, რომელიც თამაშებისათვის არის საუკეთესო ბიუჯეტურ მოდელებში. აქვე არის სისტემის შესახებ ინფორმაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, smartphone მუშაობს Android-ის 4.4.2 KitKat ვერსიაზე. ასევე აქ გვაქვს ბატარეის შესახებ ინფორმაცია, უკვე ვისაუბრეთ ამ smartphone-ის ბატარეაზე, მისი ბატარეის ხანგრძლივობა არის საკმაოდ კარგი. გარდა ამისა გვაქვს სენსორები. Smartphone-ს აქვს მიახლოებისა და GPS-ის სენსორები, სამწუხაროდ მას არ აქვს სინათლის რეგულირების სენსორი. მისი სინათლის გასწორება შეგიძლიათ ხელით, ასევე აქ არის შეტყობინებების ცენტრი, რომელიც სტანდარტული Android-ის ამ ვერსიისათვის. ჩვენ შეგვიძლია მთლიანი პარამეტრების მენიუ მოვინახულოთ, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. ეს არის ოდნავ შეცვლილი Galaxy სერიაში, რადგან გამოყენებული გვაქვს TouchWiz საომხმარებლო გარემო, რომელშიც გვაქვს მაგალითად ხმის ცვლილება, ასევე display განყოფილებაში ეკრანის პარამეტრების ცვლილება, შეგვიძლია შევცვალოთ ფონტი, ასევე ფონტის სტილი და ზომა. აქვე არის აპლიკაციების მენეჯერი და რა თქმა უნდა, ანგარიშების დამატება. Smartphone-ში შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშების დამატება, ასევე შეგვიძლია ენის შეცვლა. Smartphone-ს აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ყოველთვის Galaxy სერიის smartphone-ებში. ყველა პარამეტრი ინახავია ქართულ ენაზე, რაც დაგეხმარებათ უფრო მარტივად მოიხმაროთ smartphone-ი. აქ არის თარიღისა და დროის გასწორება, ასევე ენერგიის დაზოგვის რეჟიმი. ენერგიის დაზოგვის რეჟიმით შესაძლებელია smartphone-ის ბატარეის ხანგრძლივობა უფრო გაზარდოთ, უფრო დიდხანს მოგემსახურებათ smartphone-ი. რაც შეეხება ამ მოდელის სხვა აპლიკაციებს, აქ რა თქმა უნდა არის Google-ის სერვისები. Google-ის სერვისებიდან აღსანიშნავია მისი ბრაუზერი, რომელიც არის ყველა მოდელისათვის საკმაოდ სწრაფი, ასევე გვაქვს კამერის აპლიკაცია. სხვა აპლიკაციები მოთავსებულია მთლიანად ამ მენიუში. აქ გვაქვს S-Planner-ი, რომელიც გამოიყენება Samsung-ის თითქმის ყველა მოდელში. ეს არის საკმაოდ კარგი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარება თქვენი განრიგის დაგეგმვაში. ასევე გვაქვს Galaxy-ის აპლიკაციების მენიუ, რომლიდან შესაძლებელია სხვადასხვა პოპულარული აპლიკაციების ჩამოტვირთვა. ეს საკმაოდ კარგი ნაკრებია აპლიკაციებისა. გვაქვს ფაილური მენეჯერი, რომელიც
შემდეგნაირად გამოიყურება, ეს არის უფრო მოწესრიგებული, ვიდრე Android-ის სხვა ვერსიებში. შესაძლებელია ამ აპლიკაციით მიკროSD-ბარათსა და smartphone-ის მეხსიერებას შორის გაცვლილ სხვადასხვა ფაილები. Smartphone-ში დამეხსიერება არის 8 GB, მისი მეხსიერების ხაზვა შესაძლებელია microSD-ბარათით მაქსიმუმ 32 GB-მდე, ასევე ამ მოდელს აქვს 1 GB ოპერატიული მეხსიერება, რაც ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა და მთავარი დეტალი, ეს smartphone-ის სხვა მოდელებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქვს უფრო მეტი მედია და აუდიო კოდეკის მხარდაჭერა, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატის ვიდეოების გახსნა. კამერის აპლიკაციაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ არის სხვადასხვა გადაღების რეჟიმები, მათ შორის პანორამული რეჟიმი და ღამის გადაღების რეჟიმები. პარამეტრების ცვლილება აქედან არის შესაძლებელი, აქ შეგიძლიათ შევცვალოთ სურათის ზომა, ვიდეო რეჟიმზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ და შევცვალოთ ვიდეო გადაღების ფორმატი. Smartphone-ის ეს აპლიკაცია არის საკმაოდ მარტივი, სხვა აპლიკაციებიც ბევრი არ მოყვება, თუმცა შესაძლებელია მათი გადმოწერა Play Store-დან. აღნიშნული მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტურ smartphone-ებში, მის შეძენა თქვენ შეგიძლიათ იმერის მაგალითად Excel-ში, ასევე ვებგვერდზე შეგიძლიათ მოინახულოთ ამ მოდელის ტექნიკური დეტალები. მადლობა რომ უყურებთ ჩვენს ვიდეო მოხდას, სხვა მოხლებთ კი შემდეგში დაგებრუნდებით. ნახვამდის.